ძემან ალექსანდრესმა, კონსტანტინემ შუა ხუთნი ძენი: დავით, გიორგი, ბაგრატ, ალექსანდრე და მეხუთე მონაზონი მელქისედეკ, რომელი იყო კათოლიკოსი მცხეთისა. მოკუდა კონსტანტინე და დაჯდა ძემისი დავით მეფედ. იყო ესე დავით კაცილმობიერი, მშვიდი და მოშიში ღვთისა. ხოლო ეპყრა კახეთი ალექსანდრესა და იყო კაცი კეთილი. ძემან მისმა უხუცესმან გიორგი მუღალატა, მოკლა მამა თვისი და ძმასა თვალები დასწვა. ამიერიდან უწოდეს ავგიორგი და იქნა პატრონი კახეთისა. აღდგა ავგიორგი დავითზე და ვეღარა აღუდგა დავით. სამძღვრამდის იმერეთისამდე მოარბეუდეს ქართლსა მრავალგზის. მაშინ თქვა ძმამან დავით მეფისამან ბაგრატ: მომეცმე მუხრანი საუფლისულოდ ჩემდა და დროშა, დარაჯად ჩემდა იყოს ერისთავი ქსნისა და ხეობა არაგვისა და შეუწიო ძალი ქრისტესი და თემიცამისი იავარ ვყო. უსმინა ძმამან მისმან დავით მეფემან და მისცა ყოველი თხოვილი მისი. მოვიდა ბაგრატ და აღაშენა ციხე მტვერისა და დადგა მუნ. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება. ჩემს მხაზე ნისლი იხევა, გულზე მინთია ძახველი. იქნება რავქნის ციხევა, რომ ვერ მომიდგამ ნახველი, ფიქრებ წარსულში მივყევარ, მაინც ვერ მძალავს ნაღველი. მე მომჭამეს ციხევარ, ქვია კაცური სახე. მოგესალმებით, ვეგახლავართ გიორგი თავაძე და გიბრუნდებით სერიათა ციკლით ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. ლექსი, რომელიც თქვენ მოისმინეთ, ეკუთვნის ვახუშტი კოტეტიშვილს, რომელიც მიძღვნილია ერთი ქართული საფორტიფიკაციო ნაგებობისადმი, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც ქსნის, ასევე მტკვრის და ამავდროულად მტვერის ციხის სახელითაც. ასევე უწოდებენ კონსტანტინ ლაბადს და როგორც ლექსში უკვე გითხარით, მომჭამეს ციხესაც უძახიან. დანარჩენს ამ ისტორიული ციხესიმაგრის შესახებ თქვენ თავად უშუალოდ სიუჟეტიდან იხილავთ და მოისმით. წავედით. ამბავი, რომელიც თქვენ დღევანდელი სერიის პროლოგში მოისმინეთ, როგორც უკვე გითხარით, ეკუთვნის მე-18 საუკუნეში მოღვაწე ქართლის მეფის ვახტანგ მე-6-ის კარის ისტორიკოს ბერ ეგნატაშვილს. სწორედ იგი გახლდათ ერთ-ერთი ავტორთაგანი იმ საისტორიო სახის თხზულებისა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ქართლის მეფე ვახტანგის მოწადინებით და წარმოადგენს მანამდე არსებული ქართლის ცხოვრების შესწორებულ და დახვეწილ ვარიანტს, რაც თავის მხრივ შემდგომად იწოდა ახალ ქართლის ცხოვრებად. სანამ უშუალოდ ზევით მოყვანილ მონაკვეთს განვიხილავდეთ, საჭიროა მცირე დოზით მიმოვიხილოთ ის მოცემულობა, რაც სუფევდა მე-15 საუკუნის საქართველოში. ამ პერიოდის უკანასკნელ ნათელ მოვლენად ერთიან ფეოდალურ სამეფოში შეგვიძლია ბაგრატიონი გურგვინოსნის ალექსანდრე პირველი დიდის მოღვაწეობა მივიჩნიოთ. ალექსანდრე დიდი მონდომებითა და ამავდროულად წარმატებით ახერხებდა თემურ ლენგის მონღოლთა ურდუებისა და თურქმანულ მომთაბარე ტომთა მიერ აუხრებული ქვეყნის ხელახლა აღდგენას. მის მიერ გაწეული შრომა და გატარებული ღონისძიებები ტოლფასი იყო ჩვენი ქვეყნის მკვდრეთით აღდგომისა. ალექსანდრეს ღვაწლი მსგავსი იყო სხვა ღირსეული მისი წინამორბედი ბაგრატიონებისა, რომლებმაც საუკუნეთა უკან ამგვარი წესით მოღონიერებული ქვეყანა წინსვლის გზაზე დააყენეს. მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ აღმავლობის ეს კონკრეტული შემთხვევა მეტი აღარ გაგრძელებულა. უფრო დაწვრილებით რომ გითხრათ, მეფის მემკვიდრეებიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო არათუ მამის მიერ დატოვებული სიძლიერე შეენარჩუნებინათ, არამედ მათ ხელიდან ისიც კი გამოეცალათ, რაც თითქმის 5 საუკუნე ბაგრატიონთა ოჯახის უშუალო დაქვემდებარებაში იყო. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი ძე ვახტანგ მე-4. მიუხედავად მონარქის ლეგიტიმურობისა, გარკვეულ წყაროებში მის პარალელურად მეფეებად მოიხსენიებიან მისი ძმები გიორგი, დიმიტრი და ზაალი, რაც თავის მხრივ უკვე მიგვითითებს იმაზე, რომ მართალია ცენტრალურ ხელისუფლებას ყავს უზენაესი მონარქი, მაგრამ მასთან ერთად არსებობენ ეგრეთ წოდებული პროვინციის მეფეები, რომელნიც რა თქმა უნდა გარკვეული დოზით ინაწილებენ იმ ძალაუფლებას, რაც წინათ ბაგრატიონთა ოჯახის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს ეპყრა. ვახტანგის 4-წლიანი მმართველობის შემდგომ ტახტზე ადის მისი ძმა გიორგი, ცნობილი როგორც გიორგი მერვე. მის დროს კი შეიძლება ითქვას, რომ ცნება ერთიანობა საბოლოოდ იმსხვრევა და სამუდამოდ წარსულს ბარდება. ვინ ჩემს პირველ პროექტს დაკარგულ დიდებულ მესხეთს თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ, რომ მე არაერთხელ სხვადასხვა კონტექსტში მაქვს განხილული, თუ როგორ აჯობა სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე მეორე ჯაყელმა ყველა იმ ძალაუფლების მოყარე ფეოდალს და გაბედა ის, რაც იმ დროის მონარქიული წყობის ქვეყანაში ვერც ერთმა წარჩინებულმა ვერ შეძლო. დღევანდელ სიუჟეტში მოკლედ გეტყვით, რომ ყვარყვარე არათუ განუდგა გიორგი მერვეს, არამედ დაატყვევა კიდეც მეფე და იქამდე ყავდა პატიმრობაში, სანამ არ დაიშალა ერთიანი ფეოდალური საქართველო. აქვე დავსცენ იმასაც, რომ ვისაც ყვარყვარესა და გიორგის შორის მომხდარი უფრო დეტალურად გაინტერესებთ, შეგიძლიათ უყუროთ დაკარგული დიდებული მესხეთის 45 სერიას საფარაზე. ტყვეობიდან განთავისუფლებული ალექსანდრე დიდის ძე გიორგი კი გადადის კახეთში და სათავეს უდებს კახეთის ბაგრატიონთა სამეფო შტოს.
ქართლში მეფე ჯდება კონსტანტინე, რომელიც ალექსანდრე დიდის ძის დიმიტრის შვილია და ამავდროულად გიორგის ძმისშვილი. ხოლო იმერეთის მეფეა ბაგრატი, რომელიც თავის მხრივ ალექსანდრე პირველის ძმის, გიორგის ვაჟია. ასე ამგვარად გიორგია გახდა მეფე, მისი ძმისშვილი კონსტანტინე ქართლისა, ხოლო იმერეთში კი გიორგის ბიძაშვილი ბაგრატია. ახლა ეს ყველაფერი დაუკავშიროთ დღევანდელი სერიის დასაწყისში ხსენებულ ამბავს და მივიღებთ შემდეგ მოცემულობას. დგას მე-16 საუკუნე. ქართლში პირველი მეფის კონსტანტინეს გარდაცვალების შემდგომ ტახტზე ადის მისი შვილი დავითი, მეათედ წოდებული. მის პარალელურად კახეთს მართავს ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მერვლის ძე ალექსანდრე, რომელსაც ჰყავს ორი ვაჟი, დიმიტრი და გიორგი. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ იქნებოდა იმერეთის, კახეთის თუ ქართლის ბაგრატიონი გვირგვინოსანი აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი კვლავინდებურად ქვეყნის გაერთიანებისა. მაგრამ გარდა ქართულ ფეოდალთა წინააღმდეგობისა, რომლებსაც ეს პირველ რიგში იმისთვის არ აწყობდათ, რომ მათ ძალაუფლება შეეზღუდებოდათ, ასევე ამ საქმეს ხელს უშლიდა ისიც, რომ ყველა ბაგრატიონს საქართველოს გაერთიანება საკუთარი გვირგვინის ქვეშ წარმოედგინა. სწორედ ამიტომაც ისინი ამ საკითხში შეთანხმებამდე ვერასოდეს მიდიოდნენ და შესაბამისად რჩებოდა ჩვენი ქვეყანა დანაწევრებული. ძალაუფლების მოყარე ფეოდალები კმაყოფილნი, ხოლო დაშლილი საქართველო იოლად გადასაყლაპ ლუკმას წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანაზე მოდარაჯებული მტრისათვის. ასე ვთქვათ, ქვეყნის გაერთიანების მანიით იყო შეპყრობილი კახთა მეფის ალექსანდრეს უფროსი შვილი გიორგი. ის ჯერ კიდევ ტახტზე არ იყო ასული, რომ მამის დაუკითხავად თვითნებურად ეწეოდა ქართლის გარკვეულ სოფლებში მარბიელ ლაშქრობებს. რამე თუ ზმანი არიან და არაჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა, კმა არს შენთვის კახეთიცა. ასე გადმოგცემს მემატიანე ალექსანდრესა და მისი უმცროსი შვილის დიმიტრის გაფრთხილებას გიორგისადმი. მაგრამ ეს უკანასკნელი იმდენად იყო შეპყრობილი ძმათა სისხლისმღვრელი ომის წყურვილით, რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი, ოღონდ კი საწადელისათვის მიეღწია. სწორედ ამ მიზნით გიორგიმ მოაწყო გადატრიალება კახეთის სამეფო კარზე, რა დროსაც მოკლა მამამისი ალექსანდრე, ხოლო ძმას დიმიტრის თვალები დასთხარა. ამ სისასტიკის ჩამდენს ქართველი ხალხიცა და ისტორიული წყაროებიც მეტსახელად ავგიორგის სახელით მოიხსენიებენ. ასე ამგვარად 1511 წელს მიუტევებელი ცოდვის ჩამდენი გიორგი იდგავს კახეთის გვირგვინს, თავს უწოდებს ქვეყნის გამაერთიანებელს და იწყებს ქართლზე სასტიკ თავდასხმებს. სწორედ ავგიორგისა და მისი ამაუხრებელი ლაშქრობების ეპიცენტრში ექცევა სარკინეთის მთაზე მედგრად მდგომი ის ციხე-სიმაგრე, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ხოლო ვითარ არა დაცხრა ავგიორგი ქვეყნის ოხრებად, ეტყოდნენ ძმანი მეფესა დავითს, წინააღმდეგობასა გიორგისასა. წერდა მე-18 საუკუნეში მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი. როგორც ამ ნაწყვეტიდან ჩანს, ავგიორგის მეუხებით ძალიან მძიმე პროცესები უნდა გავრცობილიყო ქართლში, რომლის შემხედვარე ძმები გიორგი, ბაგრატი, ალექსანდრე და მელქისედეკი მათ უფროსსა და ქვეყნის გამგებელს დავითს უფრო მეტი წინააღმდეგობისაკენ მოუწოდებენ, რომელიც როგორც ჩანს გადავხედებული კახთა მეფის მიმართ არც თუ მძლავრი უნდა ყოფილიყო. ეს რომ ასეა, ამას ხაზს უსმევს ისევ ვახუშტისეული ცნობა, რომელიც დავით მეფის პასუხს წარმოადგენს და შემდეგნაირად ჟღერს. სიბოროტისასა თვისსა ნაცვალი მიეგების, რად ვყოთ შფოთი. დავითის საკითხისადმი ამგვარი მიდგომა, რა თქმა უნდა არ იმუშავებდა და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფდა მტაცებლის ჟინით შეპყრობილი ავგიორგის შეჩერებას. ბაგრატიონ უფლისულთაგან ერთ-ერთი ბაგრატი თავის თავზე იღებს კახთა ბატონის ქართლში თარეში სალაგმოს. სანაცვლოდ კი დავითისაგან ითხოვს საშულთაშულოდ მუხრანის მამულის დამტკიცებას. ასევე თავის მხრივ ქსნისა და არაგვის ხეობათა მთავრების მის მორჩილებაში ყოფნას, რაზეც ის მეფისაგან თანხმობას იღებს. ასე ამგვარად ბაგრატ ბატონიშვილი ხდება ფუძემდებელი ქართლში ბაგრატიონთა მეორე განშტოებისა, რომელთა წარმომადგენლებიც იწოდებიან მუხრან ბატონებად. ბაგრატ პირველი მუხრან ბატონის უმთავრეს საომარ პლაცდარმად იქცევა ქსნის იგივე მტვერის ციხე, რომელიც ჩვენი დღევანდელი სერიის მთავარ ობიექტს წარმოადგენს. ისტორიულ ხელნაწერებში ბაგრატი იხსენიება როგორც ქსნის ციხის პირველი აღმშენებელი, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ცოტა არ იყოს ეჭვს ბადებს ის საკითხი, თუ მე-16 საუკუნემდე არ არსებობდა საფორტიფიკაციო ნაგებობა სარკინეთის იმ მთაზე, რომელიც წარმოადგენდა სტრატეგიულ სიმაღლეს და თავის მხრივ იძლეოდა საშუალებას გაკონტროლებულიყო ფეოდალურ საქართველოში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხეობა, რომელზეც გადიოდა კახეთიდან ქართლში, კერძოდ კი მუხრანისაკენ მიმავალი გზა. ისიც უცნაურია ასეთ მოკლე დროში, როგორ უნდა მოესწრო ბაგრატს თავიდან ბოლომდე აშენება ისეთი მტკიცე და შეუვალი ნაგებობისა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებდა ავგიორგის წინააღმდეგ ბრძოლაში. თან აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ბაგრატ ბატონიშვილი მეფე დავითისაგან პირად მამულად მიიღებდა მუხრანს, აქ ყოველთვის არსებობდა ბაგრატიონთა რეზიდენციათაგან ერთ-ერთი, რაც თავის მხრივ პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მასთან მიმავალი ნებისმიერი გზა იქნებოდა უზრუნველყოფილი თავდაცვითი და ასევე მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე ნაგებობით. მაშინ მართებული იქნება თუბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ ჩანაწერებს, რომელიც ჟღერს როგორც აღაშენა ციხე მტვერისა
და აღაშენა მუხრანის ციხე მტვერისა, ორივე შემთხვევაში აღშენებას როგორც ქმედებას გავიგებთ არა როგორც ახლის ნოლიდან შექმნად, არამედ არსებულის განახლებად. ამ თეორიის საპირწონედ შეგვიძლია მოვიშველიოთ ახალი ქართლის ცხოვრების მეორე ნაწილის ჩანაწერი, სადაც ჟამთა ამღწერელი ასეთ რამეს წერს. ხოლო მეფემან დავით მისცა და ესრეთ წარმოემართა და მოვიდა მუხრანს ციხე მტვერისას, რომელ არს ციხის ძირის თავსა და დადგა მუნ. ამ უკანასკნელის თანახმად მტვერის იგივე ქსნის ციხე უკვე არსებობს და ის მეფე დავითისაგან გადაეცა მის ძმას ბაგრატს. მუხრან ბატონისაგან ციხის აგება უნდა მომხდარიყო 1511-1512 წლებში. ანუ როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ, ამ პერიოდში ბატონიშვილმა არსებულ ნაგებობას ჩაუტარა განახლებისა და გადაკეთების პროცესები. სწორედ ამის შედეგად ქსნის იგივე მტვერის ციხე გარდაიქმნა ისეთ გამაგრებულ პუნქტად, რომელიც სრულიად შეუვალი იყო ავგიორგის მარბიელი ლაშქრისათვის. ნაგებობის ყველაზე ადრეული სამშენებლო ფენა რიყის ქვითაა ნაგები და განეკუთვნება მე-16 საუკუნის 10-იან წლებს. მაშასადამე სწორედ ეს უკანასკნელი უნდა წარმოადგენდეს მუხრან ბატონის დროინდელ ხუროთმოძღვრების ნაწილს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი ტიპის სამშენებლო ფრაგმენტები ძალიან მცირე რაოდენობითღა შეიმჩნევა ქსნის ციხის იმ მოდელში, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. აქედან გამომდინარე, ქართველ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მართალია ბაგრატის დროინდელი ციხესიმაგრე მტკიცე და შეუვალი იყო, მაგრამ მისი მასშტაბები 1511-1512 წლებისათვის შედარებით მცირეა და არქიტექტურული კუთხითაც საკმაოდ განსხვავდებოდა იმ სურათისაგან, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. საფორტიფიკაციო ნაგებობის გარდაქმნა იმ სახით, რომლითაც დღემდე მეტნაკლებად ჩვენამდე იქნა მოღწეული, უნდა ეკუთვნოდეს მუხრან ბატონთა ოჯახის სხვა წარმომადგენელს, რომელმაც ციხესიმაგრის აღდგენისა და გარდაქმნის პროცესები ბაგრატის მოღვაწეობიდან დაახლოებით 2 საუკუნის შემდგომ განახორციელა. ამ ღონისძიებაზე და მის ავტორზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე კი მივუბრუნდეთ მე-16 საუკუნის 10-იან წლებს. ასე ამგვარად, როგორც უკვე გითხარით, ქართლის მეფის დავითისაგან მისი ძმა ბაგრატი იღებს მუხრანს, რაც თავის მხრივ სათავეს უდებს ბაგრატიონთა ახალი შტოს, მუხრან ბატონების ჩამოყალიბებას. სანაცვლოდ კი პირველი მუხრან ბატონი ახდენს მობილიზებას ქართლელი მეომრებისა და იკავებს საგულდაგულოდ გამაგრებულ მის განკარგულებაში მყოფ ქსნის ციხეს. ამ მომენტიდან ქართლში შემოსული ავგიორგი თავისი ამალით ალყას არტყავს ციხესიმაგრეს, რამე თუ მისი მთავარი მოწინააღმდეგენი ქართლიდან სწორედ აქ არიან გამაგრებულნი. მამის მკვლელი და ძმის სინათლის დამბნელებელი გიორგი კარგად ხვდება, რომ თუ მტვერის ციხეს აიღებს, შეძლებს ბაგრატისა და მის თანამებრძოლთა დამარცხებასაც, რაც მას საბოლოოდ ხელფეხს გაუხსნის დავით მეფის ჩამოგდების საქმეშიც, რის შემდეგაც ქართლს ერთხელ და სამუდამოდ მის გვირგვინის ქვეშ მოაქცევს. ავგიორგი მოვიდა სპითათვისითა და მოადგა ციხესა, მას შინამყოფსა ბაგრატს 3 თვეს და შეამჭირვა ფრიად ბაგრატ, წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მე-18 საუკუნეში შედგენილ ვახუშტისეული ცნობიდან ვიგებთ, რომ კახთა მეფეს ალყაში ყავს ციხე და ეს პროცესი 3 თვეს გრძელდება. როგორც ჩანს, ციხის კედლები მართლაც შეუვალი გამოდგა ქართლის არაერთგზის ამაუხრებელი გიორგისა და მისი მებრძოლთათვის. სხვა შემთხვევაში ალყა ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გარდა მტვერის ციხის კედლების შეუვალობისა, ბაგრატსაც და მის თანამებრძოლებსაც საგულდაგულოდ უნდა ჰქონოდათ შევსებული ციხე სურსათ-სანოვაგით. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერანაირად ვერ გაუძლებდნენ ნამზეწოლას. გავაგრძელებ ვახუშტის მიერ განხორციელებული ისტორიული სახის ჩანაწერის კითხვას, რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო საინტერესო გარემოებები გამოდის სააშკარაოზე. მაშინ ავგიორგიმ წარულინა ღვინო ლიტრითა ბაგრატს, ხარჯზე მეფისა და არც ჟამი მრავალი, რომელსა არა გისვამს. აც იკმიე. მიუხედავად იმისა, რომ ავგიორგიმ ვერ შეძლო ციხის აღება, იგი დარწმუნებული იყო, რომ ბაგრატისა და მისი თანამოაზრეებიც სურსათ-სანოვაგის ნაკლებობას განიცდიდნენ და ამ მიზნით, თანამედროვე სიტყვებით რომ თქვათ, ცინიკურად მუხრან ბატონს უგზავნის ღვინოს. თან ურთავს სიტყვებს, რომ მაინც მეფის ძე ხარ, ამდენი ხანია ციხეში იმყოფები გამოკეტილი, შესაბამისად მონატრებული იქნები ღვინოს და იგენე. ხოლო ბაგრატს ხვაჭასა შიგანაურაგული ცოცხალი წარმოუგზავნა გიორგის იგი და მოთხრა: სამ თუ ეს მყოფობ ქსანზე და არა გიგემებია, იგემე რამე თუ ცოცხალ არს. როგორც წყაროდან ირკვევა, ბაგრატი არათუ რაიმეს იყო მონატრებული, უფრო მეტიც ციხეში საგანგებოდ მოწყობილ ჭაში ცოცხალი ორაგულებიც კი ხოლია, რომელთაგან ერთ-ერთი აქეთ გაუგზავნია გიორგისათვის. ნიშნად იმისა, რომ ვერც მას და ვერც ციხის გარნიზონს ვერას დააკლებდა ქართლის დასაპყრობად მოსული მამის მკვლელი მონარქი. აქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ სწორედ ამ ამბიდან შეერქვა ამ ციხეს კიდევ ერთი სახელი, რომელიც ჟღერს როგორც მომჭამეს ციხე. და როგორც ჩანს, ეს ამბავი იმდენად ყოფილა გავრცელებული მთელს ქართლში, რომ დღემდე ზეპირსიტყვიერის სახით ჩვენამდეც კი მოვიდა. მუხრან ბატონის მიერ გამოგზავნილმა ორაგულმა, ავგიორგისაც და მის ამალასაც ნათლად დაანახა, რომ მათ ვერანაირად ვერ შესწევდათ ძალა ციხის ხელში ჩასაგდებად და ერთადერთი რაც დარჩენოდათ, მისი მიტოვება იყო. ისინი ასეც მოიქცნენ, მაგრამ ამბავი აქ არ დამთავრებულა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მამის მკვლელი ბაგრატიონი წერა ატანილივით კვლავ ბრუნდება ქართლში. ოღონდ ამჯერად გვერდს სუვლის მტვერის იგივე მომჭამეს ციხეს. არბევს უშუალოდ ქართლის მშვიდობიან მოსახლეობასა და დასახლებებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ქართლს ისეთი მონდომებით აწიოკებდა, რაც არაფრით განსხვავდებოდა იმ გარეშე მტრისაგან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ამოგდება ეწადა. გიორგიმ ამჯერადაც თავისუფლად მოარბია ქართლი. აკრიფა ნადავლი და მისი ლაშქრით თამამად და მშვიდად გაუდგა უკან კახეთისაკენ მიმავალ გზას. მაგრამ როგორც გითხარით, პატონიშვილი წერას ყავდა აყვანილი და ეს ლაშქრობა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამ ამბავზე დღემდე ჩვენამდე მოღწეულ საისტორიო სახის ჩანაწერებიდან სამი წყარო გვიყვება. ერთი ეს გახლავთ ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა, მეორე ბერი ეგნატაშვილის ახალი ქართლის ცხოვრება, ხოლო მესამე ქართლის ცხოვრების გაგრძელება. სამივე მათგანი თითქმის ერთმანეთის იდენტურია. განსხვავებაა მხოლოდ იმაში, რომ ზოგიერთში დამატებით აღწერილია კიდევ უფრო მეტი დეტალი ავგიორგის შეპყრობასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელთაგან სამივეს მეშვეობით მე თქვენ გიამბობთ თუ როგორ დაესვა წერტილი ქართლის მაწიოკებელ გიორგის მეფობას. ვითარცა ჩვეული იყო მოარბია ქართლი და ვითარ არავისი აქ უნდა შიში წარავლინა სპანი თვისნი წინარე და თვით ნადირობითა და მცირედითა კაცითა მოვიდოდა. ვახუშტისეულ ამ ცნობაში კარგად ჩანს გიორგის თავხედობა, რომელიც ქართლის ამაუხრებელი და ამხელა ცოდვის დამდები, ვერც კი წარმოიდგენს, რომ მას შეიძლება რაიმე ხიფათი ელოდეს. ამპარტავანი მეფე ლაშქარს ჩამორჩება და ძმათა სისხლის დაღურის შემდეგ მცირე ამალით თავს ირთობს ნადირობით. სწორედ ამ პროცესით დაკავებულ ავგიორგის ძალისის ხევთან ეკვეთება ბაგრატ მუხრან-ბატონი. ბაგრატ სპითა თვისითა მზირ იყო ხევსა შინა ძალისისასა და მოვიდა რა მუნ ავგიორგი, იცა ჟამი მარჯვე ბაგრატ, მიეტევა და მოსრნა მისთანანი და შეიპყრა ავგიორგი და პატიმარ ჰყო მტკვრის ციხესა შინა. ასე ამგვარად მუხრან-ბატონმა ძმის დავით მეფის წინაშე მიცემული პირობა პირნათლად აღასრულა. არათუ დაამარცხა კახეთის მეფე, არამედ დაატყვევა და მის მიერ საგულდაგულოდ გამაგრებულ მტკვრის იგივე მტვერის ციხეში გამოკეტა. საინტერესოა ქართლის ცხოვრების გაგრძელებაში შეტანილი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ბაგრატმა უშუალოდ თავად შეიპყრო ავგიორგი. შეიხსნა სარტყელი და შეუკრა მხარი. ვისეკადრება შეპყრობა და შეკვრა მხარისა. უთქვამს განრისხებულ კახთა ბაგრატიონს, რაზეც პასუხად მუხრან-ბატონს მიუგია. ჯერეთ ესე მოვაწიე შენზედა, აც გამცნებ თუ რა მოიწიოს შენზედა, ვინ ხარ და რა კაცი ხარ, რეგვენი და ჭკუა მცირე. ყველა ზემოთხსენებული წყარო ადასტურებს ბაგრატ მუხრან-ბატონის მიერ ავგიორგის მტვერის ციხეში დატუსაღებას და მათგან სამივე ხაზს უსმევს, რომ იგი მალევე ამავე სიმაგრეშივე მოაშთვეს, ანუ დაახრჩვეს. ასე დაამთავრა სიცოცხლე მამის მკვლელმა, უმცროსი ძმის თვალების დამთხრელმა და ქართლის მაუხრებელმა ავგიორგიმ 1513 წელს მტვერის ციხეში დახრჩობით. ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებში ქსნის ციხე კვლავ იხსენიება მე-18 საუკუნის ჩანაწერებში. რა თქმა უნდა, ის კვლავინდებურად მუხრან-ბატონთა ხელშია, მაგრამ იმდენად არის დაზიანებული, რომ მისი როგორც დამცავი და სტრატეგიული ნაგებობის პოტენციალი სრულიად დასამარებულია. ჩვენ და სამწუხაროდ არ მოგვეპოვება ცნობები, თუ უშუალოდ რამ გამოიწვია ციხის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა. იყო ეს განპირობებული აქ გამართულ საომარ მოქმედებათა გამო, თუ ამას დამატებული იგი გახდა ისეთი ბუნებრივი სტიქიის მსხვერპლი, როგორსაც მაგალითად მიწისძვრა წარმოადგენდა. რა ამბავიც არ უნდა დატრიალებულიყო ქსნის ციხის თავზე, მის დანგრეულ კედლებს თავიდან სიცოცხლეს უბრუნებს სამუხრან-ბატონოს სახლთუხუცესი კონსტანტინე. 1756 წელს კონსტანტინე მუხრან-ბატონმა თითქმის ხელახლა ააგო ციხე და უწოდა მას კონსტანტილაბათი. ამ დროიდან ხდება ასევე სიმაგრის კონსტრუქციისა და არქიტექტურის ძირეული ცვლილებაც. ძირითადად ეს უკანასკნელი განხორციელებული იყო იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო გაზრდილიყო საფორტიფიკაციო ნაგებობის თავდაცვითი პოტენციალი. სწორედ ამიტომ კონსტანტინეს ბრძანებით იგება ახალი ნაგებობა, რომელიც კიდევ უფრო გარეთაა გაწეული ვიდრე ციხის ძველი გალავანი, რაც ზრდის როგორც ნაგებობის გარშემო არსებული გარემოს კონტროლის შესაძლებლობას, ასევე თავის მხრივ განაპირობებს სიმაგრის უკეთ დაცვასაც. უშუალოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ გალავანზე ამოყავთ დამატებითი კედლები, რომელიც სავსებით ფარავს ძველ სამშენებლო ფრაგმენტებს. პარალელურად კი ნაგებობას ემატება სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკები. მათგან ყველაზე მაღალს წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხის კოშკი, რომელიც შედარებით წაგრძელებული მართკუთხედი ფორმისაა. თუ მას დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ მე-18 საუკუნის 50-იანი წლებისათვის, როდესაც აქაურობა სრულიად გამართულ ნაგებობას წარმოადგენდა, ამ კოშკს უნდა ჰქონოდა სართულებად დაყოფილი რამოდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებული ფუნქციის მქონე დარბაზი. მათგან ყველაზე პირველი, რომელიც თავად ციხის ეზოს დონეზე დაბლა მდებარეობს, აუცილებლად იქნებოდა სამეურნეო დატვირთვის მქონე სივრცე. ხოლო თუ მის მომდევნო სართულთა კედლებს დავაკვირდებით, მათში შეიმჩნევა როგორც სათოფურები, ასევე ბუხარი და თახჩები, რაც პირდაპირ მიგვითითებს, რომ ასეთ ოთახებს გააჩნდათ როგორც საცხოვრებელი, ასევე საბრძოლო დანიშნულებაც.
ყველაზე ზედა სართული გარშემორტყმული დაკბილული შვერილებით, ანუ კონგურებით, კი გადაუხურავ ბანს წარმოადგენს, სადაც თითქმის გამუდმებით იდგა მეციხოვნეთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა პრეროგატივასაც ციხისა და მისი მისადგომების კონტროლი წარმოადგენდა. არის ვარაუდი, რომ სწორედ ციხის ეს მინაშენი უნდა ყოფილიყო თავდაცვითი ფუნქციის მატარებელი ნაგებობისათვის შესაფერისი სასახლის ტიპის შენობა, რომელიც უშუალოდ ფეოდალის, ანუ მუხრან ბატონთა ოჯახის წარმომადგენელთათვის იქნებოდა განკუთვნილი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ თითქმის ანალოგიური მოწყობა გააჩნდა მტრის ციხის სხვა კოშკებსაც. განსხვავება ამ უკანასკნელთა შორის მხოლოდ სართულების რაობასა და მასშტაბებში იყო. ავგიორგის დამარცხებელი, შემდეგ ამ მონარქისვე დამტყვევებელი და მის შეუვალ კედლებში მამის მკვლელი ბაგრატიონის სიკვდილთან შემგებებელი მტკვრის, ქსნის, იგივე მომჭამეს ციხე, ბაგრატისაგან სამუხრან ბატონოს მთავარ სიმაგრედ ქცეული, მოგვიანებით კონსტანტინესაგან კონსტანტი ლაბათად გაცოცხლებული, დღესაც ძველებური მედიდურობით ახსავსე სარკინეთის მთიდან გადმოხურებს მტკვრისა და ქსნის წყლებით დასერილ ქართლის ხეობას. სერიის დასასრულისას გეტყვით იმასაც, რომ ავგიორგიმ, რომელმაც ტახტი დაიკავა მამის ალექსანდრეს მოკვლის შემდეგ, მეფობის პირველივე დღეებშივე კახეთიდან ოჯახთან ერთად გამოაძევა მისგანვე უსინათლოდ ქმნილი ერთადერთი ძმა დიმიტრი ბაგრატიონი. ახალი ქართლის ცხოვრება გვამცნობს ასეთ რამეს. მოვიდა მცხეთას და სვეტიცხოველს შემოეხუეწნა, რომელი არჩინა მეფემან. ეს ნაწყვეტი სხვას არაფერს მოგვითხრობს თუ არა უსინათლო დიმიტრისა და მისი ოჯახის ქართლში შემოხიზვნასა და მეფის თანხმობით შემდგომად მათ დამკვიდრებას. თუ აქამდე ქართლში ბაგრატიონთა ორი შტო არსებობდა, რომელთაგან ერთნი ტახტის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ, ხოლო მეორენი კი სამუხრან ბატონოს თავკაცებს, მათ ემატებათ კახეთიდან გადმოსული დიმიტრის შთამომავლებიც, რომელნიც ყალიბდებიან ქართლის თავადებად და მოიხსენიებიან დავითაშვილებად. მთელ რიგ მემატიანეთა ჩანაწერებში ამ ოჯახის წარმომადგენელნი ხშირად იხსენიებიან არა მარტო დავითაშვილებად, ასევე თვალდამწვრიანებადაც. ზოგიერთ ჩანაწერში ამგვარებიდან ორივე ერთადაც ამოიკითხება, ან ცალ-ცალკე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ერთი და იგივე. კახეთის მეფის ალექსანდრეს უმცროსი ძის, დიმიტრის, ან მეორენაირად დემეტრე ბაგრატიონის შთამომავალთ წარმოადგენენ. მათ არათუ აღარასოდეს დაუტოვებიათ ქართლი, უფრო მეტიც მეფისადმი ერთგულებისა და დამსახურებათა გამო ამ ოჯახის თავკაცებს მემკვიდრეობით ეპყრათ ქართლის ბაგრატიონთა სამეფო კარზე ბოქაულ თუხუცესის თანამდებობა, რომელიც თანამედროვე სიტყვებით რომ გითხრათ აღმასრულებელი საპოლიციო აპარატის მოხელის პოზიციას წარმოადგენდა. დღევანდელი სერიაც დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გემშვიდობებით მომდევნო ახალ სიუჟეტამდე მანამდე კი დაგიტოვებთ ტრადიციულად თხოვნასა და მოწოდებას, რა თქმა უნდა ვისაც მოგწონთ. ჩემს მიერ შემოთავაზებული ისტორიული სახის სიუჟეტები აუცილებლად გამოიწერეთ დიდებული მესხეთის არხი და დაელოდეთ მომდევნო ახალ სერიას, რომელიც იქნება კვირდებით, რომ არაერთი და ძალიან ბევრი. დროებით.